ემოციებს დავანებოთ თავი და დავიწყოთ ისე ჩვენი კომერციული ფიქრები. მოვასწრებთ თუ არ მოვასწრებთ. მანი რა ყველაფერი მანის გარშემო უტრიალებს ყველაფერი არა ცხოვრება. და ეს უკვე ჩვეულებრივ კლასიკური გადმოსასვლელი, აი ნახეთ ღობეები ხო არის, აი ეს რკინის ღობეები და აი ეს იგი ტრასა და იქითკენ უკვე უდაბნოს გადასასვლელიც უკვე იქითკენ 2 კილომეტრში არის მექსიკა. აქედანაც გადმოდიოდნენ ყოველ შემთხვევაში ადრე, ეხლა აღარ ვიცი. ასე ვთქვათ, გავდივართ ეტაპის საზღვარზე. კედელი აქეთ უკვე ტრამპა უკვე ვეღარ მოასწრო კედლის გაკეთება, ეს ფაქტობრივად კალიფორნიას მოუყვება. ახლა ჩვენ შევატყუთ ცოტა ხანში არიზონაში. როგორი ის არის? აი ეს უთა უდაბნო ქვიშიანი, ნახეთ როგორია. ნუ მანდ ახლა მაინც ის გადმოდის მოერიდება, თუ ჩანხა. მაგრამ ადრე გადმოდიოდნენ ღამე გადმოხდებოდნენ და გადავიდოდნენ იქით და წავიდოდნენ, მაგრამ რავი, კაი 5-6 წელი მე არ ვინახავს რომ ვინმე აქედან გადმოსულობს. იმპერია დიუნს, დიუნას არ ეძახიან ესე ხო რა დიუნები, სახარის დიუნა და უდაბნოს დიუნები, ეს ქვიშების ასე რომ ვთქვათ, ეგ მანქანების ეჭიბე ქვიშების თებს ეძახიან დიუნებს. დიუნა. წავიდეთ. უდაბნოებში მივდივარ და კაი ტემპით მივდივარ. ეხლა რა უნდა მოხდეს, ახლა რომ სადღაც გავიჩეთ. მაგრამ ერთი ფენიქსია დედაქალაქი, აი მან არის ხოლმე ტრაფიკები, მაგრამ ერთი გზავით შეიძლება მარჯვენა აურიო და მერე მოდის მეორე კალე ტუქსონ. ახსენებს, აი მან თუ არ გავიჭედე, მაშინ ზუსტად ჩავდივართ, ესე იგი 5 საათზე იკეტება. ჩვენ ჩავდივართ ასე GPS რო შეხედოთ, რო აქვია 15 წუთი. მაგრამ მე ჯერ კიდევ ერთი დრო მაქვს, 100 მაილი რო დარჩება, მე ერთი გამოსავალი მაქვს, რომ მაშინ მომიწევს გარეკვა და გავთხოვო, რომ თუ შეიძლება ერთი 9 საათი გაჩერდით მეთქი რა. თუ ამაზე უარი მითხეს, მე უკვე პიტაბრი გადავარ, მივხვდით რასაც რა, მეთქი. დარჩი რა ძალიან მეჩქარება მეთქი. აქ მოსულა. ამერიკაში არ მოსულა, მაგრამ აქეთ სამხრეთ შტატებში მასეთი რაღაცები მოსულა და აი ესეთი სიტუაცია. ერთ სიტყვით ნახოთ, ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ეხლა გადავხედე რუკას და გზავიპოვე, რომელიც ფოინიქს გვერდიდან უვლის და ეს კარგია. ესე იგი ეს ჭირი მოვიშორეთ, ეს დიდი ქალაქი სწორედ და აი ტაქსანში შევდივართ ასე. ისეთი უდაბნოს ის არის ხო, საქსაუნები და ისინი პიტა მექსიკის საზღვარზე ვართ. ათაშორის აქ არა ვარ დამყოფი, უფრო იქითა ვარ ხოლმე ქვემოთა და ეს გზა რაღაც პირველათა ვარ აქეთ. იმედი ასე გაგრძელდება. აი არიზონა თავისი კაქტუსებით კაქტუსების დღეს შეგვდეს რა. სადაც ჩვენ მივიდივართ ნოგალეში, იქ ძალიან ბევრი კაქტუსებია. გადავარდო თვალი კაქტუსების დღეს. აი როგორ დგანან არა ჯარისკაცებივით ეს კაქტუსები. მთელი კაქტუსების ის არის. მთელი ველი კაქტუსებით არის მთელი. ახლა მეგობრებო კაქტუსის ის რო შევჭამეთ. რაღაც რომ მოგვარდეთ არ მოგვეწონა. შეიძლება ცუდი გაკეთებული იყო.
არიზონის ბუნებით მაინც დავთქვეთ რა მეგობრებო. სახლია კაცო შუა მიდოში ეს პატარა სახლი მოგეთებია. სახურავი ეს დანგრეული. უახლოვდებით ქალაქ ტაქსანს, არ ვიცი ტუქსონი თუ ტაქსან. ერთ-ერთი დიდი ქალაქი არიზონაში და აი მაგ ქალაქი თუ გავძვერით, მაშინ უკვე მოასწრებთ ჩასვლას რა. ფენიქს გვერდიდან აუარე, მაგრამ აქედან ასასვლელი არ არის. ტაქსანიდან უკვე პიტავენ ნოგალეში მივდივართ საზღვარზე და ნახოთ აბა. და უახლოვდებით ქალაქს. იმედია საცობში არ მოხვდებით. ის რა ჯეიმს ბონდი რო თან და გარეუბანში ვარ, გარეუბანში დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ ხო თბილისზე, არა თბილისზე დიდი ნამდვილად არ იქნება. რაღაც ასეთი ქუთაისის ხელა ქალაქია რა. ნახეთ მეგობრებო, გზის მშენებლობაა და საცობი არ არის. იქიდან მოდიან მანქანები. მარჯვენეთი გადასახლამდე გვაქვს 1-8 მილი, რომ ქალაქიდან სამხრეთი ჩაუხვიოთ. იქიდან იქ საცობია, ნახეთ, აი ჩვენი მხარე კიდევ კარგად მიდის. რამდენი დაგვრჩა 6 მილი, რომ ამ ცენტრალურ გზიდან გადაუხვიოთ. ასკანის ცენტრიც გავიარეთ. თავარი სამსახურში და მომავალი ხალხი არ გადაგვეკიტოს. 2 მილი დაგჭა გადასახვევამდე. აი 260 ეგზიტი აგე. ნოგალეს. აბა რაღაც ცუდად არა, კარგად მიდივართ, კარგად. 2 ცენტს მოვშორდით. ცენტს ასე თქვა და აგე. ნოგალესი 1 მილი გადასახვევთან გვაქვს 1 მილი. მერე ჩემი აზრით ადვილი იქნება რა. უკვე სამკეისეთი გზა არის რა. ისეთი გადატვირთული არ არის როგორც ახლა ეს 10-იანი გზა. 260 ეგზიტიც, всё. ეს მე-10 გზა არის და გადაუხვიოთ ახლა მარჯვნივ. მე-19 გზაზე, რომელიც გაადგება ნოგალეს. ესე იგი 56 კვილი გვაქვს გარჩენილი. აი, ცოტა ისეთი ადგილია. ამას გავშორდებით და მე გზას დავადგებით. всё, გავედით ქალაქიდან, ესე იგი 6-8 ყლია 10 წუთი ჩავალთ თუა დაპული ბარი. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა უნდა დავრეკო საწყობში და ვთხოვო რომ თუ დამაგვიანდა და 10-15 წუთი დამელოდონ რა. მაგრამ ვაიმე ეს არ გვიდოდა ნამდვილად. ვახთ გენიდედა ვატირე. საცობი გაიჩით. მას ეხლა ნამდვილად არ მოველოდი რა. და ქალაქიდან გავედით კაცო რა. არა კი მივდივართ ახლა ზუსტად თქვა რა გინდა ხომ მიდიხარ რომ ეს არ არის ახლა მივდივართ 34-ით მივდივართ შეიძლება გავძვრეთ ნუ 100-ია თუ ისე მე ხა მოდი ამას ამ საცობს გავძვრები და დავრეკავთ ამ გონი გავძვრებით აი ეს უკვე მანქანები სახში მიდიან ალბათ ესენიც სახში მიდიან სადღაც გადაუხვევენ ეგზიტზე და ჩვენ გაგვითავისუფლებენ გზას. ეხლა დარჩენილი მაქვს 40 მილი და ნახეთ რა. აქ ნახეთ არ მოველოდეს საცობს. ეხლა რის მიზეზი იქნება? შეიძლება ავარია, მოხვედრილი ან რაღაცა. ისეთი ის არ არის თქვა ესეთი რომ
უძრავი საცოლე. მან ნელა რომ მიდიხარ ჩვენ სიტუაციაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ხო გითხარით ეს კი მარჯვნივ გადავიდნენ ზოგიერთი მანქანები, სავარაუდოდ აქ სოფლებია, დასახლებები, ესენი ყველა მიდიან სკოლიდან გამოვიდნენ, მიდიან სახლებში და აი განთავისუფლდა, კარგია, წავედით. კარგი, დავრეკავ ახლა, დავრეკავ და გავარკვეთ რა ხდება ჩვენ ამ გუშინ. დახვდებიან თუ არ დახვდებიან. ვრეკავ საწყობში ყურმის არ იღებ. კიდე უნდა გადავრეკო რამდენჯერმე რა. წასულები არიან. ჩაგვეშლება მთელი ყველაფერი. კიდე უნდა გადავრეკო. ეხლა დაურეკე ჩემ დისპეჩერს. მეთქი ურეკავ და არ იღებენ მეთქი და იქნებ შერამინარა დაუკავშირდა ინტერნეტით ან იმით მეთქი და ეკავს აბა ნახოთ. ძიმე არტილერია ჩავთებ, ძიმე. ზეჩადის ამერიკავ დისპეჩერი. არ იღებენო ყურმისო, მეთქი მეც რო ვრეკავ არ იღებენ მეთქი კომპიუტერით უკავშირდებ პასუხს არ აცემენ. საუბრობთ ალბათ წავიდნენ. საერთოდ როგორ არის აქ ძირითადად მაინც ესპანელი ლათინოსები არიან და აი ესეთი მკაცრად არ არის როგორც აი მაგალითად იქით ჩრდილოეთის შტატებში და იქით რა თქმა უნდა მიჩიგანი და ვისკონსინი და ეს სამხრეთული ის არის რა ერთს ამბობენ მეორეს აკეთებენ. და დასანანია რა სულ რაღაც აი 6-8 კლია 10 წუთი მე მანდ ვიქნები რა GPS მაგას მეუბნები. ნახო სხვა რა გზა გვაქვს. დისპეჩერი დაუკავშირდა ბროკერს. ბროკერი იმეილით უკავშირდება, მაგრამ პასუხი არ არისო. არ ვიცი, მიდიოდა ნახეო რაც იქნება თუ არა და მაშინ ხვალდილი წამოიღებ მაგტვიცო. ჩვენ არ გვაწყობს, ნუ ადგილზე მივიდეთ ჯერ წინასწარ არ ვიტყვი რა, თუ არ გვაწყობს და რა იმაში ჩავარდეთ, ამას მე უკვე ბოლოს მოგახსენებთ. ჩვენი ინტერესი იყო რომ ეს აგვეღო და კიდევ ერთი 4-5 საათი გვევლო. აქ ერთი მომენტია, ნეტავი ადრე დაგვერეკა. ან უბრალოდ იმდენად არ უნდა დავითი ტვირთის თქვათ გაყიდვაზე არ ჩქარობენ და ამიტომაც არ ნერვიულობენ და არც ელოდებიან წყოს ეთქვა ვალიდეისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენ რო წავიღოთ ტვირთი. პარჩელი ბოლომდე რო შევავსოთ. გაუჩქვა დაგვიბნელდა ცოტა დაჭა, ცოტა რაღაც 10 მილი. აი მოვედით მეგობრებო და რა სიბნელია შეხედეთ. აი მე ვაი. და ახლა ეს არის ჩვენ ვიმყოფებით სასაზღვრო ზონა. და ბიჭებმა მითხრეს რომ იტაპი მიადექიო ეს ისამართი ამ კომპანიის ხდება რომ სადავათეთი დავაყენოთ კომპანიის მივანათ მოდი ერთი გავიაროთ, მაინც რომ გული არ დავწყდეს. ეხლა ასე ძალიან გვიან მოვედით და ასე ვინ იქნებოდა და ამე ბიჭებს ვკითხე და აი ეს საწყობია საღაცმა. ყველაფერი დაკეტილია. რა უნდა წავიღოთ? ეს არის ოფისი. მაიერ. ეს კომპანია. და აი 6 საათამდე უნდა იყვნენ და მოვედი, მაგრამ არ არიან. 6 საათი 10 მინუტით. 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 6 საათი 10 მინუტით.
ვირბინე და არაფერიც არ გამოგვივიდა. აი, დავიდეთ ახლა და გამოვიტანოთ დასკვნა. ჩემო. ჯორჯ, რამდენი გარბენირე დღეს, ძალიან გვინდოდა, მაგრამ რა ვქნა და გაუჩერებლი მოვდიოდით ამდენი ხანი, რომ გაგვივლო 600 თითქმის 700-მდე მაილი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. წავით ახლა ჩვენ მეგობრებს უთხრათ ჩვენი შედეგი. ერთი ადგილი ვნახოთ, რომ გავჩერდეთ, რომ ამე გავათენოთ და დილით ავიღებთ ამ ტვირთსაფიდან. ნოგალესი, შუა ახლოს მექსიკის საზღვართან. რა გინდა რო ქნა, მეგობრებო. აი ესე 2-3 დღე ვიწვალეთ ფარჩელის თემა არ გამოგვივიდა. ძალიან გვინდოდა როგორ არის ასეთი გამონათქვამი. გინდა კარგად, მაგრამ გამოდის ისე როგორც არ გინდა რა, აი ეს რაღაც. ნუ ერთ სიტყვით მე შეგახსენეთ, ესე იგი რა იყო მეგობრებო, ვინაიდან ფასები დაბალია, გადავწყვიტეთ რომ ფარჩელი გაგვეკეთებიდან ფარჩელი რა არის რომ ბევრ ტვირთებს იღებ და ფასებს წევ, მაგრამ ამ ფარჩელში არის საშიშროება, იმიტომ რომ თუ შენ მაგალითად 4 ტვირთი უნდა აიღო ან 5 ტვირთი აიღო, იმ სანამ პიკაპებს გააკეთებ, იქ საცობში მოხდები ან მოხდები და თავი დროზე თუ მოასწარე და ეს ყველაფერი გააკეთე, რა თქმა უნდა, ამ ბევრი ფასების ის ერთად რო გროვდება, ერთხელ აღებულის წაღებას იმათ ჯობია და ესე გადავწყვიტეთ, ხო, თუ გახსოვთ ჩემი ძველი ვიდეოებიდან, სამწუხაროდ ლოს-ანჯელესში ერთი პიკაპი ავიღე, მეორე ავიღე ცოტა საცობში ვიარე, მაგრამ აი მესამე, რომელიც სან-დიეგოში წავედი, აი მანდ 120 მაილის გავლას მოუნდით, როგორ გითხრათ, ძალიან დიდი დრო, მგონი 4 საათი და საწყობში ვერ მივედით. ეს ერთი დღე დავკარგეთ. ნუ წამოვიდე და აეხლაც უკვე ნოგალეში წამოვედით, უკვე 700 მაილამდე და აქაც დავაგვიანეთ. ფაქტობრივად ესე იგი 2 დღე დავკარგეთ რა, ესე იგი თეორიაში კარგად რო გაგვეკეთებინა ყველაფერი, როგორც თეორიად ჩავიფიქრეთ, იყო იდეალური, იმიტომ რომ საერთო ჯამში უნდა გადავიარო, გაგვივლო 2500 მილი ამ ტვირთებთან ერთად და ამაში იხდიდნენ $6500 საკმაოდ მაგარი ფასია, იმიტომ რომ თუ მილში უნდა გადაეხადათ ერთ აღებაზე და წაღებაზე $80 და $90, აქ გამოდიოდა $3 და რაღაც 20, კაუჩი კაი ფასი იყო რა, 3 ღირდა. ამიტომაც გავრისკეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ მაინც ვერ მოვახერხეთ. ვის დავაბრალოთ, ჩვენ გვინდოდა კარგი, მაგრამ აი საცობები და ისა და შეგვჭა მარტო წვალება. ალბათ ჯობდა, არ ვიცი, სწორი გადაწყვეტილება იყო, არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ხო გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ნუ ახლა ეს შეულებრივად უკვე ბროკერი და დისპეჩერი ჯანდაბას ეს ახლა მაგათ თავის შემოსავალს მიიღებენ შესრულება, მაგრამ ჩვენთვის იყო ეს კარგი, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი, რა ქვია, ეს ტრიპი 3 დღეში უნდა შესრულებულიყო და кайფული რჩებოდა, მაგრამ ეს 3 დღიანი სამუშაო გრძელდება 5 დღე ნახევარი და უკვე ფაქტიურად ფასი დაკარგა იმ აზარტმა და იმმა, რასაც კი აი გიხარია რომ ფასი დაგჭირა, მაგრამ რა სიზა საბაზრო ეკონომიკა, ასეთი სიტუაციაა და რა ვქნათ, რაც არის ეგ არის. თლად მინუსებში არ წავედით, რა თქმა უნდა, ცოტა მაგვინდოდა მეტი. რა ვქნათ, აი ამ ჩემს ვიდეოებში გაგაცანით, აი ეს ამ ვიდეოს დავახვათ ფარშელის პლუსი და მინუსები. კარგი და ცუდი. მაგრამ ჩვენ როგორ ავართ, ყველაფერი გრძელდება, ყველაფერი კარგად არის და გაუძლო თავარია არ ვინერულოთ. არის უბრალოდ აქ ერთი შეცდომა მომივიდა მე ფარშეზე შემდგომში აი ამ ხელა მანძილზე არ უნდა გამეთვალა, მაგრამ ვერ პოულო ტვირთს გაიგე და იმიტომ ასიზა. კარგით, მეგობრებო, დაგეშვიდობებით. ეხლა ცოტა ვიარ ჯორჯს დავასვენებ და წავალ ახლა მე ცოტა წავივარჩიე ფორმაში დავდგები.
და მოვემზადები ხვალინდელი დღისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. იმედია რაღაც საინტერესოს გადავაწყდებით და რომელიც გაგვახარებს და რაღაც შემეცნებითი იქნება და კარგი იქნება რა იცით. ნახოთ რა, ყველაფერი ბუნებაში, ნატურაში. დაგემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. კარგად.